გლობალურ ეკონომიკაზე საუბრისას როგორც წესი წამყვან სახელმწიფოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიას და მსგავს სახელმწიფოებს ვახსენებთ, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მათ ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. ბოლო მონაცემებით გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 110 ტრილიონი დოლარია და ის გაეროს მონაცემები მსოფლიოში არსებულ 193 ქვეყანაზე არათანაბრად ნაწილდება. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკების მქონე ქვეყნები მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები არიან, რომლებიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. თითოეული ამ ქვეყნის მოსახლეობა ძალიან მწირია, ხოლო ეკონომიკა შეზღუდული. ეს ფაქტი უმეტესწილად ყველაფრისგან დაშორებული გეოგრაფიული მდებარეობით და მცირე ფართობით აიხსნება, რაცა მიწებზე ბუნებრივი რესურსების სიმწირეს განაპირობებს და შესაბამისად ქვეყნებს იმპორტზე დამოკიდებულს ხდის. მსოფლიოში ყველაზე მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნის სიმბოლური სტატუსი ტუვალუს ერგო. 9 კუნძულისგან შემდგარ სახელმწიფოს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც 70 მილიონი დოლარია. კუნძულებზე ჯამში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ტურისტული საქმიანობით ან თევზჭერით არის საკავებული, ხოლო თავად ქვეყანა შემოსავალს უმეტესწილად საერთაშორისო დონორებისგან იღებს. 2000 წელს ტუვალუმ შემოსავლის მიღების ინოვაციური გზა მოიფიქრა და ქვეყნისთვის მინიჭებული ინტერნეტ დომენის ტივის მედია საშუალებებზე გაყიდვა დაიწყო. ტუვალუსთან ერთად ეკონომიკურად ყველაზე მცირე სახელმწიფოების ჩამონათვალში ნაურუსაც ვხვდებით, რომელიც ერთ დროს ერთ სულ მოსახლეზე გადათვლებით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო. ნაურუ მინერალური სასუქების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფოსფატით იყო დაჯილდოებული, მაგრამ მოპოვების პრაქტიკა იმდენად არამდგრადი აღმოჩნდა, რომ 1990-იანი წლებისთვის ნაურუზე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, ხოლო ფოსფატის მარაგები ამოიწურა. ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას ნაურუმ ფეხი ვერაუბა და ახლა მისი ეკონომიკა 179 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა 12,000 უტოლდება. მცირე ეკონომიკების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით მარშალის კუნძულებს, რომელიც 1156 კუნძულისგან შემდგარი სახელმწიფოა, სადაც 60,000 ადამიანი ცხოვრობს. ეს მცირე ზომის ქვეყანა, რაც უნდა უცნაური იყოს, მნიშვნელოვანი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც კუნძულებზე სამხედრო იარაღის გამოცდებს ატარებს. სანაცვლოდ მარშალის კუნძულებს და ამერიკას შორის განსაკუთრებული სავაჭრო და სავიზო პირობები მოქმედებს, რაც უმეტესწილად თევზჭერაზე დამოკიდებულ ქვეყანას უპირატეს პოზიციაში ამყოფებს, ხოლო მის მოქალაქეებს შტატებში ცხოვრების საშუალებას აძლევს. დღეს მარშალის კუნძულების მთლიანი შიდა პროდუქტი 294 მილიონი დოლარია და ამაჩვენებლით ის მხოლოდ ორ ქვეყანას უსწრებს მსოფლიოში. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ჩამონათვალში ასევე ვხვდებით კირიბატის ქვეყანას, რომელიც ახალი წლის დადგომას ყველაზე ადრე ხვდება. ამასთან კირიბატი ერთადერთი სახელმწიფოა პლანეტაზე, რომელიც 4-ვე ნახევარსფეროში მდებარეობს, რასაც 33 კუნძულის გაშლილი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. კირიბატის მთლიანი შიდა პროდუქტი 323 მილიონი დოლარია, ხოლო ეკონომიკის მთავარ მდგენელებს თევზჭერა და კოპრის, ანუ ქოქოსის კაკლის გამხმარი გულის ექსპორტი წარმოადგენს. მაგრამ თავად ქვეყანა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას, რადგან კირიბატის კუნძულები ნელ-ნელა წყლით იფარება. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკების ჩამონათვალში ბოლოდან მეხუთე ადგილს 64 მაგვარი პეიზაჟებით დაჯილდოებული კუნძულოვანი სახელმწიფო პალაუ იკავებს, სადაც 18,000 ადამიანი ცხოვრობს. პალაუს არქიპელაგი 340 კუნძულისგან შედგება, რომელთა ეკონომიკური ლოკომოტივი ტურიზმია. პალაუ, რომელიც თეთრი ქვიშით და ლაჟვარდოვანი სანაპიროებით გამოირჩევა, პლანეტაზე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება აკვალანგი ტყვინთვისთვის, რისთვისაც პალაუს ყოველწლიურად 100,000-მდე ტურისტი სტუმრობს. დღეს პალაუს მთლიანი შიდა პროდუქტი 320 მილიონი დოლარის ტოლია.